შემდეგ მან მოიხმო ივანე, სუმბატ ორბელიანის ვაჟი, დააფიცა ყრმისათვის ანდერძის აღთქმის დაცვა. ყრმას ხელი შეახო, ივანეს ხელში მისცა, შეევედრა მას და დააფიცა დიდებულნი, რომ არ ემზაკვრათ ყრმისათვის. და როცა ასაკს მიაღწევდა, მეფეთ ეკურთხათ. ყოველივე ეს რა აღასრულა, თვით აღესრულა და დაეფლა მამათა თვისთა თანაგელაც. ივანე ორბელსა და გიორგი მეფეს შორის კიდევ უფრო გამწვავდა ურთიერთობა ივანე ორბელის ოჯახში სიძედ დემნა უფლისწულის შესვლის შემდეგ. ივანეს გარდა გიორგი მესამეს ფეოდალთა დიდი ნაწილი დაუპირისპირდა იმის გამოც, რომ იგი შემოერთებულ და დაპყრობილ ქვეყნებში ქართველ დიდებულებს ხელისუფლებას არ აძლევდა. მეფის წინააღმდეგ უკმაყოფილება გროვდებოდა. ამიტომაც 1167-1178 წლების აჯანყება მართალია ორბელთა ამბოხით დაიწყო, მაგრამ მას ბევრი დიდებული ემხრობოდა. აჯანყებულებმა 30,000-ზე მეტ მებრძოლს მოუყარეს თავი. მეფემ უსწრაფესად იმოქმედა. პირველმა შეუტია კოჯორში გამაგრებულებს. მეფის ჯარმა თანდათან შეავიწროვა მეამბოხეები. ივანემ მთელი სახლეულით თავი შეაფარა მიუდგომელ ლორეს ციხეს. მისმა ძმამ ლიპარიტმა დემნა უფლისწული მისი ხალხით ურთ კაენის ციხეში გაამაგრა. მეამბოხეების რიგებში მერყეობა დაიწყო. ივანეს მხარდამჭერმა დიდებულებმა ფარულად წერილი მისწერეს მას, ურჩევდნენ დამორჩილებოდა გიორგის და გადაეცა მისთვის დემნა. ივანე ორბელმა უარყო მათი მოთხოვნა. საბოლოოდ დემნა უფლისწული საბლით ჩამოეშვა ციხიდან და თავისი ფეხით გამოცხადდა ბიძასთან. შეწყალების თხოვნით ეახლა მას ივანე ორბელიც. მეფემ თავდაპირველად შეიწყალა ისინი, მაგრამ როცა ყველა ხელთ იგდო, დაარღვია ფიცი და სასტიკად დასაჯა დამნაშავემ. დემნა უფლისწულს თვალები დათხარეს და დაასაჭურისეს, რის შედეგადაც იგი მალევე გარდაიცვალა. დამნაშავეთა დიდი ნაწილი შეაჩვენეს. მათთვის ჩამორთმეული მამულები და თანამდებობანი კი მეფემ თავის ერთგულ თანამებრძოლებს გადასცა. დაგვიწერეთ კომენტარებში, ეკუთვნოდა თუ არა დემნას მეფობა და რამდენად უსამართლოდ მოექცა მას გიორგი მესამე. მეგობრებო, იმისთვის რომ ჩვენმა პროექტმა განაგრძოს მუშაობა და განვითარება, გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა. დაეხმარეთ არხს განვითარებაში და შეიტანეთ თქვენი წვლილი საქართველოს ისტორიის გავრცელებაში. დონაციის ბმული იხილეთ კომენტარებში.